ქურდების უმეტესობა შენობაში კარიდან ფანჯრიდან შედის, მაგრამ დღევანდელ ისტორიაში სრულიად განსხვავებულ ქურდზე მოგიყვებით. ადამიანზე, რომელიც სამიზნეებს ზემოდან, სახურავიდან ესმოდა თავს. მისი ისტორია მოვლენების განვითარებასთან ერთად სულ უფრო უცნაური ხდება და მაშინაც კი, როცა იფიქრებ, რომ ყველაფერი დასრულდა, წინ კიდევ უფრო დაუჯერებელი ამბავი გელოდება. 2000 წლის 20 მაისს, დილის დაახლოებით 6 საათზე ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ბელმონტში მდებარე მაკდონალდსის ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლები ახალი სამუშაო დღისთვის ემზადებიან. მოულოდნელად რესტორანში ნიღბიანი, თოფით შეიარაღებული მამაკაცი გამოჩნდა და მშვიდად უბრძანა მათ, ადგილიდან არ განძრეულიყვნენ. თუმცა ყველაზე უცნაური ის იყო, რომ რესტორნის კარი ჯერ კიდევ ჩაკეტილი გახლდათ. მამაკაცი კარიდან საერთოდ არ შესულა. ის რამდენიმე საათით ადრე სახურავიდან შეიპარა. სპეციალური ხელსაწყოებით სახურავზე ხვრელი გააკეთა, რესტორანში ჩავიდა და თანამშრომლების მოსვლამდე შიგნით დამალული ელოდებოდა მათ. როგორც კი თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს, ის სამალავიდან გამოვიდა და მენეჯერს სეიფის გახსნა აიძულა. შემდეგ მთელი ფული აიღო და თანამშრომლებს ცივ ოთახში შესვლა უბრძანა. სანამ მათ შიგნით ჩაკეტავდა, საკმაოდ უცნაური რამ გააკეთა. თანამშრომლებს ქურდუგების წამოღება შესთავაზა, რათა სიცივეში არ გაყინულიყვნენ, სანამ პოლიცია მოვიდა. ამის შემდეგ კარი ჩაკეტა და ფულთან ერთად გაუჩინარდა. იმ დროისთვის ეს ქურდი უკვე ცნობილი იყო მეტსახელით როგორც სახურავის კაცი. პოლიციამ მისი ნამდვილი ვინაობა არ იცოდა, მაგრამ მისი მოქმედების მეთოდი იმდენად გამორჩეული იყო, რომ მეტსახელის მიზეზი ყველასთვის ნათელი იყო. ის სამიზნეებში ყოველთვის სახურავიდან ჩადიოდა. მისი მთავარი სამიზნე მაკდონალდსის ფილიალები იყო. ამის მიზეზი მარტივი გახლდათ. რესტორნებს ერთმანეთის მსგავსი განლაგება ჰქონდათ, ამიტომ ერთი ფილიალის შესწავლა მას სხვა ფილიალების გაძარცვაშიც ეხმარებოდა. მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ის ძალიან სწრაფი, ზუსტი და მომზადებული იყო. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ იარაღით მოქმედებდა, მოწმეები მას მშვიდ თავაზიან ადამიანად აღწერდნენ. პოლიციის შეფასებით, მხოლოდ 3 წლის განმავლობაში მან ამერიკის სხვადასხვა შტატში მდებარე 40-ზე მეტი მაკდონალდსის ფილიალი გაძარცვა, მაგრამ რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს ქურდი, უამრავი ოპერაციის ჩატარებისას შეცდომის დაშვების შანსიც იზრდება. საბოლოოდ სწორედ ასე მოხდა. 2000 წლის 20 მაისს, იმ ძარცვის შემდეგ, რომელთაც ეს ისტორია დავიწყეთ, სახურავის კაცმა თანამშრომლები ცივ ოთახში ჩაკეტა და რესტორანი დატოვა. თუმცა მან კარი სათანადოდ ვერ ჩაკეტა. მან შეძლო ერთ-ერთ თანამშრომელს სათადარიგო გასაღები ჰქონდა. თანამშრომლებმა მალევე შეძლეს გამოსვლა და პოლიციაში დარეგეს. პოლიციამ ტერიტორია სწრაფად გადაკეტა, ხოლო ქურდი იძულებული გახდა დანებებული იყო. მან ხელები ასწია, იარაღი და ჩანთა ძირს დაღარა და პოლიციას ჩაბარდა. მალევე მისი ნამდვილი ვინაობაც გაირკვა. ის ჯეფრი ალენ მანჩესტერი იყო. ჯეფრი კალიფორნიის გარეუბანში გაიზარდა. 18 წლის ასაკში ჯარში წავიდა და მისი შესაძლებლობების გამო სპეციალური ძალების მომზადებისთვისაც შეარჩიეს. თუმცა ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს პრობლემები შეექმნა. ჯეფრი მომხდარში განტევების ვაცად აქციეს და აქტიური სამხედრო მომსახურებიდან რეზერვისტად გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ამან მის თავმოყარეობაზე მძიმედ იმოქმედა. 1997 წელს მან ძარცვების განხორციელება დაიწყო და 3 წლის განმავლობაში ამ საქმიანობას აგრძელებდა. მისი გადაადგილება პოლიციას განსაკუთრებით ავნებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ერთ შტატში მოქმედებდა, შემდეგ ხრებოდა და მოულოდნელად სხვა შტატში ჩნდებოდა. გამომძიებამ საბოლოოდ დაადგინა, რომ ამის მიზეზი ჯეფრის სამხედრო სამსახური იყო. ის ჯერ კიდევ სამხედრო მომსახურად ითვლებოდა და არმია პერიოდულად სხვადასხვა შტატში გადიოდა წვრთნელს. სწორედ ამიტომ იცვლებოდა მისი ძარცვების ადგილებიც. საბოლოოდ ჯეფრი გაასამართლეს და 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმ დროისთვის ის მხოლოდ 27 წლის იყო. ასეთი განაჩენი მისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. საჯელის მოსახდელად ის ჩრდილოეთ კაროლინაში ბრაუნ კრიკის ციხეში გადაიყვანეს. პირველი 4 წლის განმავლობაში ჯეფრი სანიმუშო პატიმარი იყო. წესებს არ არღვევდა და პრობლემებს არ ქმნიდა. თუმცა მისი მიზანი საშელის შემცირება სულაც არ ყოფილა. მას ციხიდან გაქცევა ჰქონდა გადაწყვეტილი. ჯეფრი ხშირად ამჩნევდა, რომ ციხის სახელოსნოში სატვირთო მანქანა შედიოდა, რომელსაც სხვადასხვა მასალა და ნივთები მოჰქონდა. მანქანა ნივთებს გადმოტვირთავდა და შემდეგ ციხის ტერიტორიას ტოვებდა. ჯეფრისთვის ეს სატვირთო მანქანა გაქცევის შესაძლო საშუალებად იქცა. ამიტომ მან ციხის ადმინისტრაციას სახელოსნოში მუშაობის უფლებას თხოვა. კარგი ქცევისა და აქტიურობის გამო მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. როგორც კი სახელოსნოში მუშაობა დაიწყო, ჯეფრიმ დეტალურად დაიწყო სატვირთო მანქანის მოძრაობის შესწავლა. ის აკვირდებოდა, როდის მიდიოდა მანქანა, როგორ მოქმედებდნენ დაცვის თანამშრომლები და რა პროცედურებს გადიოდნენ მისი გასვლის წინ. სატვირთო მანქანა სახელოსნოში საჭიროების მიხედვით კვირაში ერთხელ ან ორჯერ ძირითადად დილით შედიოდა.
მანქანიდან ნივთების განმოტვირთვის შემდეგ დაცვის თანამშრომლები მას საკულტო-გულოდ ამოწმებდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ რომელიმე პატიმარი შიგნით არ იმალებოდა. ისინი ყველა კარსა და საბარგულს ხსნიდნენ და მანქანას პრაქტიკულად ყველა კუთხეს უმოწმებდნენ. მაგრამ ჯეფრი სწორედ ამ პროცედურას სწავლობდა, რადგან მას უკვე ჰქონდა გეგმა, თუ როგორ გამოეყენებინა ეს სატვირთო მანქანა ციხიდან გასაქცევად. სატვირთო მანქანით გაქცევა მარტივი არ იყო. ჯეფრის სჭირდებოდა ისეთი რამ მოიფიქრებინა, რაც დაცვის თანამშრომლებს თვალს აუხვევდა. ერთ დღეს ის სატვირთო მანქანის ქვეშ შეძრა და მისი საყრდენი რკინის კონსტრუქციის სუმები აიღო. შემდეგ დაიწყო დიდი ხის პანელის დამზადება, რომელიც მანქანის ქვედა ნაწილში საყრდენებს შორის უნდა ჩამოეკიდებინა. პანელი შავად შეღება. მისი გეგმა ასეთი იყო: პანელზე დაწვებოდა, ხოლო მუყაოს ნაჭრებით თავსა და ფეხებს დაფარავდა, რათა მანქანის ქვედა ნაწილში არსებული სხვა დეტალებისგან არ გამორჩეულიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ, 2004 წლის 15 ივნისს, შესაფერისი მომენტი დადგა. იმ დღეს წვიმდა და ჯეფრიმ იცოდა, რომ დაცვის თანამშრომლებს სატვირთო მანქანა უნდა შეემოწმებინათ სწრაფად. ცუდი ამინდი მისთვის ხელსაყრელი იყო, რადგან მცველებს შემოწმების სწრაფად დასრულება მოუნდებოდათ. როგორც კი დაცვის თანამშრომლებმა მანქანას ყურადღება მოაშორეს, ჯეფრიმ თავისი შავი პანელი საყრდენებს შორის ჩამოკიდა. ზედ დაწვა და მუყაოს ნაჭრებით თავი და ფეხები დაფარა. ცოტა ხანში მძღოლი და დაცვის თანამშრომლები დაბრუნდნენ მანქანის ჩვეულებრივი შემოწმებისთვის. მათ მანქანის შიგნით ყველაფერი სწრაფად შეამოწმეს. შემდეგ კი სპეციალური სარკიანი ჯოხი გამოიყენეს, რათა სატვირთო მანქანის ქვემოთაც შეეხედათ, მაგრამ ჯეფრი ვერ შეამჩნიეს. შავი პანელი და მუყაოს ნაჭრები მანქანას ქვედა ნაწილში არსებულ სხვა შავ დეტალებს შეერწყა და ის პრაქტიკულად უხილავი გახდა. ჯეფრი მშვიდად დარჩა. პანელზე მანამ სანამ სატვირთო მანქანა ციხის ტერიტორიას არ გასცდა. როგორც კი უსაფრთხო ადგილამდე მივიდნენ, ის მანქანიდან ჩამოხდა და გაუჩინარდა. ამით ჯეფრი ბრაუნ კრიგის ციხის ისტორიაში პირველი პატიმარი გახდა, რომელმაც იქიდან გაქცევა შეძლო. ციხის თანამშრომლებს საერთოდ არ ეგონათ, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მოხდარიყო. ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდათ იმის გასაცნობიერებლად, რომ პატიმარი გაქცეული იყო. როგორც კი ეს გაიგეს, პოლიციას შეატყობინეს და ჯეფრის ძებნა მთელ ტერიტორიაზე დაიწყეს. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ის შესაძლოა კალიფორნიაში, მშობლიურ ქალაქში გაქცეულიყო, სადაც მისი ოჯახი ჯერ კიდევ ცხოვრობდა. მაგრამ ჯეფრიმ სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. მან ჩრდილოეთ კაროლინაში დარჩენა გადაწყვიტა და დასამალად ციხესთან ახლოს მდებარე ქალაქ შარლოტში წავიდა. იქ მან სათამაშოების უზარმაზარი მაღაზია Toys R Us-ში შეარჩია. მაღაზიაში ჩვეულებრივი მომხმარებელი უჩევიდა და მალევე დაიწყო ისეთ ადგილის ძებნა, სადაც დამალვას შეძლებდა. მაღაზია ძალიან დიდი იყო და საბოლოოდ კედელზე დიდი ხის დეკორაცია აღმოაჩინა, რომლის უკანაც პატარა სივრცე იმალებოდა. იქიდან მისი დანახვა შეუძლებელი იყო, თუ ვინმე სპეციალურად არ მოხსნიდა ხის კონსტრუქციას. ჯეფრი სწორედ ამ ადგილას დაიმალა. მაღაზიის დახურვას დაელო და შემდეგ კი სამალავიდან გამოვიდა და ყველაფერი მოაგროვა, რაც კი ცხოვრებისთვის დასჭირდებოდა. საწოლი, საბნები, საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები. თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი, სათოთოლო კამერები. მას უნდა სწორნოდა, როდის შეეძლო მაღაზიაში გადაადგილება ისე, რომ არავის დაენახა. ამიტომ მან როგორც ადრე სახურავიდან მენეჯერის ოთახში შეაღწია. იქ სათოთოლო სისტემები და თანამშრომლების სამუშაო გრაფიკები აღმოაჩინა. ჯეფრიმ დეტალურად შეისწავლა კამერების სისტემა, იცოდა მათი ხედვის კუთხეები, როგორ ირთვებოდა და ითიშებოდა კამერები და სად შეიძლებოდა თავისუფლად გადაადგილება. შემდეგ თანამშრომლების გრაფიკებით შეისწავლა. იცოდა მათი სახელები, სამუშაო საათები და ისიც ვინ რომელ ნაწილში მუშაობდა. ამ ყველაფრის ცოდნით მან მაღაზიაში საკმაოდ კომფორტული ცხოვრების მოწყობა შეძლო, ისე რომ მისი არსებობა არავის აღმოაჩინა. ჯეფრი ჩვეულებრივ თავის მალვაში ხის კონსტრუქციის უკან იმალებოდა და მხოლოდ მაღაზიის დაკეტვის შემდეგ გამოდიოდა. მან იცოდა, რომ პოლიცია მთელ ტერიტორიაზე ეძებდა და პატრულირებდა, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილობდა. საკვებად მაღაზიაში გაყიდულ ბავშვთა საკვებს იყენებდა, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. დანარჩენი დრო კი ფაქტობრივად საკუთარი გასართობის სივრცე ჰქონდა. ღამით დისტანციური მართვის მანქანები თამაშობდა და ზოგჯერ მაღაზიაში ველოსიპედითაც დადიოდა. ასე გავიდა თვეები. ჯეფრიმ Toys R Us-ში 4 თვეზე მეტი გაატარა, ისე რომ მაღაზიის გარეთ საერთოდ არ გასულა. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის თითქოს ისევ ციხეში ცხოვრობდა. უბრალოდ ამჯერად თავად ირჩევდა, სად დაემალა თავი. მას გაქცევა არ სურდა მანამ, სანამ შემდეგი ნაბიჯისთვის საკმარისად მყარი გეგმა არ ექნებოდა, მაგრამ წლის ბოლო უკვე ახლოვდებოდა და ეს მისთვის ახალი პრობლემა იყო. დღესასწაულების პერიოდში Toys R Us-ი განსაკუთრებით ხალხმრავალი ხდებოდა. თუ ჯეფრი იქ დარჩებოდა, მისი აღმოჩენის რისკი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა ახალი სამალავი მოეძებნა.
და ამაში მისთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ Toys R Us-ის გვერდით კიდევ ერთი უზარმაზარი მაღაზია მდებარეობდა. ელექტრონიკის მაღაზია Circuit City. ჯეფრის უკვე ახალი გეგმა ჰქონდა. Circuit City უკვე დაკეტილი და სრულიად სარიელი იყო. მისი შენობა Toys R Us-ის გვერდით მდებარეობდა და მათ შორის საერთო კედელიც იყო. ერთ დღეს ჯეფრი Toys R Us-ის სახურავზე ავიდა და იქიდან მიტოვებული Circuit City-ის სახურავზე გადავიდა. მოპარული ხელსაწყოებით სახურავში ხვრელი გააკეთა და შენობაში შეაღწია. იქ მან იდეალური სამალავი იპოვა. კიბის ქვეშ არსებული ცარიელი სივრცე, რომელიც თხელი ხის პანელებით დაფარული იყო. პანელები მოხსნა, ადგილი გაწმენდა და საცხოვრებლად მოაწყო. ჯეფრიმ ახლო მდებარე Toys R Us-იდან ელექტროენერგიის გაყვანაც მოახერხა. შემდეგ კი ვენტილაცია და კონდიციონერებიც დამონტაჟა. საბოლოოდ ორ მაღაზიას შორის საიდუმლო გასასვლელი შექმნა, რათა გარეთ გასვლის გარეშე შეძლებოდა გადაადგილება. კიბის ქვეშ მდებარე პატარა სივრცე მალე მის პირად სამალავად იქცა. ელექტროენერგიის წყალობით იქ საწოლი, განათება და მონიტორიც ჰქონდა, რომლის საშუალებითაც Toys R Us-ში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა. ჯეფრი მაღაზიაში პატარა კამერებიც დამალა და ასეთი თქმის სრულყოფილი სისტემა შექმნა, რომელიც საშუალებას აძლევდა უსაფრთხოდ დამალულიყო და ამავე დროს მაღაზიაში მიმდინარე ყველაფერი გაეკონტროლებინა. თუმცა თვეების განმავლობაში იზოლირებულმა ცხოვრებამ საბოლოოდ მოაბეზრა თავი და მარტოობის გრძნობაც გაუჩნდა, რადგან ეგონა, რომ პოლიცია უკვე აღარ ეცებდა, ერთხელ წვერი გაიპარსა, გარეგნობა შეიცვალა და პირველად გავიდა ქალაქში. თავისუფლად ქუჩაში სიარულმა მას ახალი პრობლემა გაუჩინა. ფული სჭირდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა Toys R Us-ი გაეძარცვა და სათამაშოების ნაცვლად ფულიც აეღო. აღმოჩნდა, რომ ნაღდი ფული მენეჯერის ოთახში დაცულ სეიფში ინახებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას იარაღი დასჭირდებოდა. ჯეფრიმ ქალაქის შესწავლისას იარაღის მაღაზია აღმოაჩინა. ღამით დაახლოებით დილის 2 საათზე იქაც სახურავიდან შევიდა და 4 პისტოლეტი მოიპარა. 2004 წლის 28 ნოემბერს დილით, სანამ Toys R Us-ში მომხმარებლები შევიდოდნენ, ჯეფრიმ ნეღაბი გაიგეთა, იარაღი ამოიღო და მაღაზიაში შევიდა. თანამშრომლებს მშვიდად მოსთხოვა ჩუმად ყოფილიყვნენ და იატაკზე დაწოლილიყვნენ. შემდეგ მენეჯერს სეიფის გახსნა და მთელი ფულის გადმოცემა უბრძანა. ფულის აღების შემდეგ უკანა მხარეს გაიქცა და ავარიული კარი გააღო, რის შედეგადაც სახანძრო განგაში ჩაერთო. მაგრამ ჯეფრის მაღაზიის დატოვება საერთოდ არ ჰქონდა განზრახული. მან ეს ყველაფერი პოლიციის დასაბნევად გააკეთა. თანამშრომლებმა იფიქრეს, რომ ქურდი ავარიული გარიდან გაიქცა, მაშინ როცა ჯეფრი ისევ თავის საიდუმლო სამალავში დაბრუნდა. პოლიციამ ტერიტორიის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქურდი მეზობელ ცარიელ მაღაზიაში იმალებოდა. ჯეფრი კი ამ დროს მშვიდად ითვლიდა მოპარულ ფულს, რომელიც დაახლოებით $15,000 აღემატებოდა. რამდენიმე დღე სამალავში გაატარა და დაელოდა, სანამ პოლიციის ძებნა ჩაწყრებოდა. ამის შემდეგ უკვე თავისუფლად დაიწყო ქალაქში სიარული. შედიოდა მაღაზიებში, საზოგადოებრივ ადგილებში და თანდათან ძველ ცხოვრებას უბრუნდებოდა. ის ადგილობრივ ეკლესიაშიც რეგულარულად დადიოდა, სადაც ახალი ნაცნობები და მეგობრები გაეჩინა, მათ შორის ეკლესიის მოძღვარი. უფრო მეტიც, Toys R Us-იდან მოპარულ ნივთებს ობოლ ბავშვებს საჩუქრად ურიგებდა. ახალი ცხოვრების დასაწყებად მან ფსევდონიმიც აირჩია და საკუთარ თავს ჯონ ზარა უწოდა. ჯეფრი ახალი იდენტობით ცდილობდა ცხოვრების დაწყებას, ციხისა და წარსულისგან შორს. ის ხშირად დადიოდა ეკლესიაში და მალე იქ საკმაოდ აქტიური წევრიც გახდა. ერთ დღეს მისი ყურადღება მოხალისე, ლიზა, იგივე ლეი უინსკოტზე შეჩერდა. ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ და შეხვედრას დაგეგმეს. თუმცა ჯეფრი მას უთხრა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურის აგენტი იყო და საიდუმლო მისიაზე იმყოფებოდა, რომლის დეტალების გამხელაც არ შეეძლო. სწორედ ამით ხსნიდა იმას, თუ რატომ ვერ ეუბნებოდა საცხოვრობდა და რატომ არ უმხელდა საკუთარ წარსულს. იგივე ისტორიას ის ეკლესიაში გაცნობილ სხვა ადამიანებსაც უყვებოდა და როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა იჯერებდა, მაგრამ ჯეფრი მალევე გააცნობიერა, რომ ასე სამუდამოდ ვერ იცხოვრებდა. ახალი ცხოვრების დასაწყებად ის კიდევ ერთხელ უნდა გაქცეულიყო და ამისთვის ერთი ბოლო ძარცვა უნდა დაეგეგმა. მას იმავე მეთოდის გამოყენება სურდა, რომელიც პირველი ძარცვის დროს გამოიყენა. დილით მაღაზიის გახსნისთანავე თანამშრომლებს ეკრანის საშუალებით აკვირდებოდა და ელოდებოდა მომენტს, როცა ყველა ერთ ადგილას იქნებოდა. როგორც კი შესაფერისი დრო დადგა, იარაღით მაღაზიაში შევიდა და თანამშრომლებს დაემუქრა, მაგრამ ამჯერად ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვერ შეამჩნია. ერთ-ერთი თანამშრომელი სხვებისგან მოშორებით იმყოფებოდა. როგორც კი მან სიტუაცია დაინახა, მაღაზიიდან გაიქცა და პოლიციას შეატყობინა. ჯეფრის გეგმამ კრახი განიცადა. აჩქარების გამო მან ავარიული კარი აღარ გააღო
და შესაბამისად განგაშის სიგნალიც არ ჩართულა. როცა პოლიცია მივიდა, თანამშრომლებმა ყველაფერი თქვეს და დაასკვნეს, რომ ქურდი შესაძლოა ჯერ კიდევ შენობაში ყოფილიყო. პოლიციამ მაღაზიას საფუძვლიანად გაჩხრიკა. საბოლოოდ სახელოსნოში მათ ჯეფრის მიერ გაკეთებული ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც Toys R Us-ის მიტოვებულ Circuit City-ის შენობასთან აკავშირებდა. პოლიციელები ხვრელიდან მეზობელ შენობაში გადავიდნენ და იქ ჯეფრის საიდუმლო ოთახი იპოვეს, მაგრამ თავიდან ჯეფრი იქ არ იყო. როგორც ჩანს, მან საფრთხე დროულად იგრძნო და პოლიციის მოსვლამდე გაქცევა მოასწრო. სამაგიეროდ პოლიციამ იქიდან მისი თითის ანაბეჭდი აიღო და საბოლოოდ დაადასტურა, რომ ეს სწორედ ბრაუნ კრიკის ციხიდან გაქცეული ჯეფრი მანჩესტერი იყო. მისი ფოტო და სრული სახელი ათასობით ეგზემპლარად დაბეჭდეს და მთელ ქალაქში გაავრცელეს. დიდი დრო არ გასულა, რომ ადგილობრივმა ეკლესიის წევრებმა ის ამოიცნეს. მათ პოლიციას უთხრეს, რომ ჯეფრის იცნობდნენ როგორც ჯონ ზარას და რომ მას შეყვარებული გოგონა, სახელად ლეი ჰყავდა. პოლიციამ ლეის სახლში მიაკითხა და უთხრა, რომ მისი შეყვარებული სინამდვილეში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი დამნაშავე იყო. თავიდან მას ამის დაჯერება გაუჭირდა, მაგრამ როცა პოლიციამ ჯეფრის გაქცევის შესახებ გაზეთის სტატია აჩვენა, სიმართლე გაიგო და გადაწყვიტა სამართალდამცავებს დახმარებოდა. მან უთხრა, რომ იმავე საღამოს ჯეფრის საკუთარ სახლში ელოდებოდა. ჯეფრიმ კი ჯერ კიდევ არაფერი იცოდა. მას ეგონა, რომ პოლიციამ მისი ვინაობა ვერ დაადგინა და გადაწყვიტა ლეისთან ბოლოჯერ მისულიყო. მას სურდა დაემშვიდებინა და ეთქვა, რომ თითქოს სადაზვერო სამსახურმა ახალი შურეული მისია დაავალა და ამიტომ კვლავ უნდა გამქრალიყო. მაგრამ როცა ჯეფრი ლეის სახლთან მივიდა და კარზე ზარი დარეკა, კარი პოლიციამ გაუღო. სამართალდამცავებმა ის მაშინვე ალყაში მოაქციეს და დააპატიმრეს. სანამ წაიყვანდნენ, ჯეფრიმ პოლიციას თხოვა ლეისთან დალაპარაკების საშუალება მიეცათ. მან ბუდეში მოუხადა ყველაფრისთვის, უთხრა, რომ უყვარდა და აუხსნა, რომ მისი კრიმინალური წარსული ხელს უშლიდა მასთან ერთად ნორმალური ცხოვრების დაწყებაში. ლეი იმ მომენტში არაფერს პასუხობდა. მოგვიანებით ინტერვიუში თქვა, რომ ჯეფრი არ სულდა, უბრალოდ იმედგაცრუებული იყო. ჯეფრი საბოლოოდ ისევ ციხეში დაბრუნდა. ამჯერად თავისუფლებაში მხოლოდ 7 თვე გაატარა და 47 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თანაც ბევრად უფრო მკაცრი რეჟიმის ციხეში. ეს ისტორია მართლაც ისე აგებული, რომ გარკვეულ მომენტში შეიძლება ჯეფრის მოხერხებულებაზე გაგეცინოს. თან მისი გაქცევები აღმოფრთოვანებელი იყოს, მაგრამ საბოლოოდ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მთელი ამ ისტორიის მთავარი პერსონაჟი დამნაშავე იყო, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა და ალბათ სწორედ ეს არის ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი, როცა თავისუფლების მოსაპოვებლად ყველაფრის გაკეთებას გადაწყვეტს. დღევანდელი ვიდეოც ასე მიიწურა. არ დაგავიწყდეს, გამოიწერო არხი და დაალაიქო ვიდეო. მომავალ ვიდეომდე.